და დღეს ილია უნის თეატრში პრემიერა შედგება. ეს გახავთ მსოფლიოში სხვადასხვა დროს მომხდარი 5 რეალური ისტორია 5 რეალური ქალბატონის შესახებ. სპექტაკლი, რომელიც ირანელმა ახალ რეჟისორმა დიანა ფათიმ დადგა და რატომ გადაწყვიტა ირანელმა რეჟისორმა რომ აქცენტი გაეკეთებინა ძალადობის თემატიკაზე და ასევე როგორია ახალგაზრდა რეჟისორის თვალით დანახული ომი. გვანცა გიორგაძე გვიამბობს. სხვადასხვა ეროვნების 5 ქალი, რომელიც მსოფლიო ტკივილს განასახიერებს. ილია უნის თეატრის სცენაზე ირანელი რეჟისორის დიანა ფათის საერთაშორისო პროექტი ნისლიანი სეზონი გათამაშდება. სპექტაკლში მოქმედება მისტიკურ ამოუცნობ ადგილზე ხდება, სადაც თავი 5 ქალს ირანიდან, ავღანეთიდან, ამერიკიდან, ერაყიდან და საქართველოდან მოუყრია. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის დეკორაციის ფონზე თითოეული მათგანი საკუთარ ენაზე ყვება იმ ომისა თუ ტერორისტული აქტის ისტორიას, რომელიც თავს უშუალოდ გადახდა. 5 ძაძებში შემოსილი ქალის ამბავს ტრაგიზმის გასაძლიერებლად ჩელოს ცოცხალი შესრულება ემატება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მუდმივად ომის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს როლი ჩემთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან მე ვარ ქვეყნიდან, სადაც არასოდეს ესმეოდა ხაზი ქალის როლს. მაშინაც კი, როცა ჩვენ ყველაზე მეტად გვტკიოდა. ვფიქრობ, მაყურებელი ჩვენს მიერ დასმულ აქცენტებს სწორად გაიგებს. ძალიან მომეწონა ის, რომ ომის თემაზე იყო და განსაკუთრებით ის, რომ აქცენტი იყო ქალებზე გაკეთებული. ამ შემთხვევაში ყოველთვის მამაკაცებზე არის ხოლმე ომთან დაკავშირებით აქცენტი და ამ პიესაში ეს პიესა მოგვითხრობს რა გრძნობენ ქალები, როდესაც ომი არის. რა ემართებათ და რა ტკივილს ატარებენ. სპექტაკლი ირანელმა მსახიობმა და რეჟისორმა დიანა ფათიმ ჯერ კიდევ გასულ წელს თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმა. პიესა მსოფლიოში სხვადასხვა დროს მომხდარი 5 რეალური ამბიდან 5 რეალური ქალის ისტორიაზე ააგო და როლებზე ქართველი და ირანელი მსახიობები მიიწვია. ყველა დროში აქტუალური ძალადობის თემატიკის არჩევით კი ერთგვარი პაციფისტური განცხადება გააკეთა. 100 წლის წინ თუ გადაშლიდით გაზეთს, პირველივე გვერდზე ომსა და ძალადობაზე ამოიკითხავდით. სიტუაცია არც ახლა შეცვლილა. მე ამ სპექტაკლით არ ვამბობ რამე ორიგინალურსა და ახალს. ჩემი მიზანია მაყურებელმა უფრო მძაფრად აღიქვას ქალის როლი ომში. გარდა ამისა, მინდა ხაზი გაუსვა, რომ დამოკიდებულება ძალადობისადმი ყველგან ერთნაირია, მიუხედავად ასაკისა, ეროვნებისა და ტრაგედიის მასშტაბისა. სპექტაკლის საერთაშორისო პრემიერა თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. მანამდე კი შეგიძლიათ დღეს თბილისურ პრემიერას ეწვიოთ და თავად გადაწყვიტოთ, როგორია ახალგაზრდა ირანელი რეჟისორის მიერ დანახული ომი და გაუწეს თუ არა ნისლიანი სეზონი კონკურენციას იმავე თემატიკაზე შექმნილ პოპულარულ სპექტაკლს ტროელი ქალები.